მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ და კომპაქტურ მართვის პულს FPV სამყაროში. მოდით ნახოთ რას ვთავაზობთ ეს პატარა ახალი, სხვათა შორის ახალგამოსული მოწყობილობა. ტირვაელი რადიომასტერი ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი არის, რაც კი არსებობს FPV და არა მარტო FPV სამყაროში. მოდით ჩემ დრონებს გადავდეთ დროებით და შევდგეთ უკვე უშუალოდ აპარატურის შეფასებას. პირველი შთაბეჭდილება რაც რჩება, რომ ეკონომია გაკეთებული არის ნამდვილად, ლოგიკური არის იმ ფასთან გამომდინარე, რაშიც გვთავაზობს. ხელში პირველივე შეხებიდან სანამ სტიკებს გავუკეთებ, ძალიან ერგონომიულად კარგად ზის. სტანდარტული ჯოისტიკის ფორმატი, ასე ვთქვათ. ასევე ვნახოთ რა მოგვყვება შიგნით, სტანდარტული კაბელი, რადიომასტერის არაფერი ისეთი, მაგრამ საჭირო არის იმისათვის, რომ სიმულატორში კომპიუტერთან დავაკავშიროთ და შემდეგ განვახორციელოთ ოპერირება. ასევე მოგვყვება მცირე ზამბარები, რომლებიც არის განკუთვნილი სტიკებისთვის. მენიუ კი არა და ინსტრუქცია, ძალიან საინტერესოა. რა შეგვიძლია თქვათ თავიდან? არაფერი განსაკუთრებული, მოდი სტიკები დავამაგროთ. ჩემთვის როგორც აქტიური FPV მომხმარებლისთვის, რომელსაც ბევრი სხვადასხვა დრონი აქვს, სხვადასხვა ზომის, ასე ვთქვათ, შორს ბრენებისთვის, ფრისტაილისთვის, რბოლისთვის და ასე შემდეგ, ეკრანი ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს აპარატურა უფრო ალბათ განკუთვნილი არის დამწყებებისთვის და მათთვის, ვინც casual დონეზე, უბრალოდ მცირე, ეგრეთ წოდებული tiny უპებით გადაწყვეტს FPV-ში შემოსვლას. დაბალი ზღვარი აქვს ყველაფერს, როგორც ბიუჯეტური, ასევე სწავლების მხრივ. არ გიწევთ ძალიან დიდი ხანი ყოფნა სიმულატორში. მას ჭირდება ორი ბატარეა, აგერ მაქვს. ორი ცალი ლურჯი ბატარეა, ლამაზი 18X50 ფორმატის. ძალიან სტანდარტულად პოკეტზეც ასე არის. აი, აქ უნდა მოვათავსოთ. პლუსი ზემოთ, მინუსი ქვემოთ. პლუსი იბატონო. და მეორეშიც არაფერი რთული პროცედურა აქ არ არის, დამჯერეთ პირველივე ჯერზე, პირველივე ცდაზე ძალიან მარტივად გამოგივათ. აბა, ეხლა ვნახოთ თუ ჩაირთვება. კი, ჩაირთვა. პირველი ალბათ თვალში რაც მოხვდებათ, ეს არის მისი ფორმა, რომელიც ხელში ძალიან კარგად ზის. ამავდროულად თითები უკვე გაქვთ ყველა საჭირო ღილაკზე. ხო, ღილაკებსაც შეეხება, გვაქვს ერთი პოზიციანი, ორ პოზიციანი სვიჩი ეგრეთ წოდებული, დააწვევით ის რჩება ჩართული. ასევე არის ორი სკაპერი, რა თქმა უნდა, სტანდარტულად ეს კარგი არის, სამ პოზიციანი ასევე სვიჩები, ესეც ძალიან გამოსადეგი არის. და გორგოლაჭი, რომელიც უმეტესად FPV-ში არაფერში არ ჭირდება, მაგრამ შესაძლებელია მაზეც ბევრი საინტერესო რაღაცის დაყენება. ტრიმერები, რომელიც FPV-ში ნაკლებად დაგჭირდებათ, მენუალი, ანუ ეს იმისათვის, რომ ჩართოთ ბუტ რეჟიმი და შეხვიდეთ რაღაცეები დააპროგრამოთ კომპიუტერში, როგორც გითხარით, მას ეკრანი არ აქვს, ამიტომ კომპიუტერში გიწევს მისი დაპროგრამება. თუმცა ამას ერთხელ გააკეთებ და შემდეგ დაფრენა უსასრულოდ. ხო, ტრიმები არ გვჭირდება არაფერში, თუმცა თუ დაგაინტერესებთ რა არის, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები მომავალში გადავიღო ამაზეც ვიდეო. ჩართვის ღილაკი, სტიკები, ჩვეულებრივად როგორც თქვით და ზემოდან ერთი ცალი USB-C, Type-C შესაერთებელი, ძალიან კარგი, აქედანვე იტენება და აქედანვე უკავშირდებით სიმულატორს. ეს არის პოკეტი, ჩემი მრავალნატანჯი, მაგრამ უშავს მუშა არის, უკვე 1 წელზე მეტია უწყვეტად მუშაობს, არა მარტო ჩემთან, ასევე ჩემს მეგობრებთან ერთად. რა შეგვიძლია ვთქვათ, სვიჩები, ყველაფერი, აი ამის ზემოთ ერთნაირი აქვს. სტიკებიც თითქმის ერთი და იგივეა, უბრალოდ აქ უფრო გააიაფეს, რომ მეტალის მაგივრად პლასტმასი არის. ასევე ზემოდან გვაქვს იგივე რაოდენობის სვიჩები და კნოპკები, ასევე გორგოლაჭი, თავისი ცენტრით. განსხვავება რა თქმა უნდა არის ის, რომ გვაქვს ეკრანი, რომელზეც ჩანს ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეს, იმისათვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება რაღაცეებზე, მაგალითად, შემიძლია აქვე დავაყენოს სხვადასხვა ტიპის პროფილები, ასე ვთქვათ, რომ მაგალითად სხვადასხვა დრონზე, სხვადასხვა სვიჩებზე ის იყოს დაყენებული, რაც მე მინდა და ასე შემდეგ. თქმა უნდა, სრულფასოვანი მენიუ, რაც შეეხება ზომებს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსხვავებული ზომები არისო. თითქოს და პოკეტი თითქოს კი ერთი და იგივე ზომაა. უბრალოდ სივრცე, აი აქ ნაკლებად არ აქვს სივრცე, უბრალოდ ხელში გიჭირავს. პოკეტს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ვიდრე ამას, ჩვენს ტირვაელს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დასაწყისისთვის ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაიმე ცუდი ან არასასურველი იყოს მასში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, აი ეს არის მოდულის დასაერთებელი.
ასეთი სამწუხაროდ ამას არ აქვს. მაგრამ ნუ ბიუჯეტიდან გამომდინარე, პირველი ალბათ რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის ჩვენი ტირვაელის form factor-ი. ძალიან ჰგავს PlayStation-ის ან Xbox-ის კონტროლერს, შესაბამისად თუ თქვენ იყვართ და თამაშობთ შესაბამის კონსოლებს და მათ კონტროლერებს შეჩეული ხართ, ესეც ძალიან კარგად დაждდება თქვენს ხელში. რავი, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. მე არ მეგულება რომ ამ ბიუჯეტში საერთოდ იყოს რომელიმე აპარატურა, რომელიც ღირს ყურადღებას, არა თუ უბრალოდ არის რაღაცეებზე დაშვებები გაკეთებული, ასე ვთქვათ, და ნუ ეკრანიც ერთ-ერთი მათგანი არის ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ დამწყებისთვის ძალიან კარგი რაღაც არის. თუ გსურთ შეძენა, ან ზოგადად გსურთ შემოხვიდეთ FPV ჰობიში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მოგწერეთ გვიაჩი და დაგეხმარებით ამ სფეროში შემოსვლაში თავიდან ბოლომდე. აგიხსნით რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა ივარჯიშოთ და ასე შემდეგ. მოდით ახლა შევხედოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს. ეს არის ILRS მოდულზე, ILRS 2.4 GHz-ის დიაპაზონში მუშაობს. ეს რადიოგადამცემი 100 მW არის გადაცემის მაქსიმალური სიმძლავრე მისი. დაყოვნება დაბალი აქვს, ზოგადად ILRS-ი არის საკმაოდ გავრცელებული პროტოკოლი და სიგნალი ამ შემთხვევაში ძალიან სტაბილური არის. რა თქმა უნდა, ამას ველზე დავტესტავთ, აუცილებლად ამაზეც დავდეთ ვიდეოებს, ამიტომ გაუცილებლად გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რა კითხვები გაგიჩნდათ, რა გინდათ რომ შემდეგ განვიხილოთ. თუ გსურთ რომ FPV ჰობიში შემოხვიდეთ, დაწერეთ კომენტარებში მინდა. და მე დაგეხმარებით თქვენ ამ სფეროში შემოსვლაში, დაგეხმარებით როგორც აპარატურის არჩევაში თქვენი საჭიროების მიხედვით, ასევე იმაში თუ როგორ ისწავლოთ ეს ფრენა, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა ივარჯიშოთ, სად ივარჯიშოთ და ასე შემდეგ. და ბოლოს ჩნდება კითხვა: ღირს თუ არა ამ აპარატურის შეძენა 2026 წელს, ნუ ამ შემთხვევაში იანვრის მოცემულობით? კი, ნამდვილად. თუ თქვენი ბიუჯეტი არ აღემატება 150 ლარს და გინდათ უბრალოდ სცადოთ თქვენი თავი იმაში, რაცაც ქვია FPV ჰობი, დამიჯერეთ ღირს, სცადეთ სცდად მაინც ღირს, საუკეთესო არჩევანი არის ალბათ, როგორც გითხარით, ამ ბიუჯეტში. გაძლევთ სრულ სპექტრს ფრენის, როგორც შეიძლება იყოს როგორც რეალურ დროში, ასევე სიმულატორში. ზოგისთვის თავად form factor-ი იყოს, შეიძლება გადამწყვეტი, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი არის, შეგიძლიათ ესე იგი ხელში რომ იჭერ თლიანად წვდები სტიკებს. დანარჩენი ყველაფერი არის ფასი ხარისხთან მიმართებაში ძალიან კარგი. მადლობა, აუცილებლად გამოგვიწერეთ, კომენტარებში დაწერეთ თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თუ რაიმე გაინტერესებთ, ან თუ გსურთ შეიძინოთ მსგავსი აპარატურა, აუცილებლად მოგმართეთ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე სწრაფი მოწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დაგვიკავშირდით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.